Ce ქალაქში ხო არ მუშაობ? არა. გამიწია. რა გაგიგე? ისე გამუშაობს ქალაქში. ხო. აჰა. ხო, რომ მუშაობს ქალაქში. ხო, ნამა მითხარ. Sama prezentacja mocy.
მე ვარ ბექა მოლაშვილი, BTFM-ის აღმასრულებელი დირექტორი და ეხლა მე ალექსი დაკრახება. BTFM-ის პრეზენტაცია იდგადული მოძებნისთვის, გადაძებნებთ. რალი იქნება 9-ზე. ეხლა ორივე სიტყვით ალბათ უნდა გითხრათ რა არის BTFM-ი. BTFM-ი არის ელექტრონული მუსიკის ტალღა. ამის გამო მის ეთერში 24 საათის განმავლობაში იტრიალებს ელექტრონული მუსიკა. რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი მსმენელი იქნება საგულო მუსიკის მოყვარული ხალხი, ანუ კლაბერები, მაგრამ მარტო ისინი არა. რადგან ელექტრონული მუსიკა არის ძალიან ფართო გაგებით, აქვს უამრავი ქვედა ზემო მიმდინარეობა, ჩვენ შევეცდებით გავუშვით ყველაფერი სხვადასხვანაირი დოზით და შევიფერდოთ რაღაც ერთი კონკრეტული სტილით, მაგალითად ან ჰაუსით, ან მინიმალით, ან IDM-ით, ან acid jazz-ით, ან chill out-ით ვიღებ გამაჩერეთ, თორე შევიდეთ თელევიზორში დაგაკეთო. ყველას დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმის რომ მოხვედით. ეს იქნება ყველაზე ხმაურიანი, ყველაზე ცოცხალი რადიო ყველასთვის, ვისაც ელექტრონული მუსიკა უყვარს. და ეხლა შუგა გეტყვით თუ რა იქნება ჩვენთან. შუგა ანუ კეთი. სასიამოვნოა მეორე მიკროფონი მაქვს, მიგვიდი ახედავთ. ესე იგი, ჩვენი რადიო შედგება არამხოლოდ ელექტრონული მუსიკის რადიოა, არამხოლოდ გართობის რადიოა, არამედ არის ძალიან ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ მოგაწვდით არამოსაბეზრებადი სახით. ძალიან დიდი გეგმები გვაქვს მომავალში, რომელიც ჭირდება ჩვენ საზოგადოებაზე, რა თქმა უნდა, ყველა ერთად ავითვისებთ ამ ყველაფერს და უპირველეს ყოვლისა ჩვენთვის, იგივენაირად როგორც ჩვენთვის. იქნება ძალიან ბევრი სიურპრიზი, იქნება ძალიან ბევრი ინფორმაცია, ეს უკვე მეორე თქვით, ანტოლოგია არ შემიჩნიოთ. და რა მინდა ვთქვა, გადაცემები იქნება ყველა აი ამ მუსიკის მიმდინარეობის, აი ამ მიმდინარეობის შესახებ. ანუ არ გაუცდებით ჩვენს ელექტრონულ მუსიკას, რომელიც გვიყვარს ყველაზე მეტად და რომელიც გვახალისებს ყველაზე მეტად რასაკვირველია.
გული სიტყვა. სახალხო ოსტატის წოდება მიანიჭა. ძალიან სასიამოვნოა, რომ არც ისურვა ქალბატონმა გამოფენის გახსნა და დაამშვენა ჩვენი ბიბლიოთეკა და უსურვებთ, რომ კიდევ მრავალჯერ გაეხარებინოს ყველას გული და მისი თაყვანისმცემლები. ახლა თქვათ ორი სიტყვა თვითონ. მართალია ეს ჩემი პირველი გამოფენა არ არის, მაგრამ ძალიან ბრღელა, ძალიან განვიცდი. მე თუმეტეს რომ გავბედე და ჩემ ნამუშევრებთან ერთად ჩემი შვილიშვილების ნამუშევრებიც წარმოვადგინე.